ბავშვებო, დღეს ძალიან იღბლიანები ხართ. დღეიდან ჩვენ პატარა კაფეში შეგეძლებათ დონატები იყიდოთ. აი, ეს ერთი შოკოლადის დონატი მომეცი, ძალიან მიყვარს. ჩვენ დონატი კრემით გვინდა და შაქრის პუდრით. ჯიჯი, დიეტა აღარ არსებობს. რა, ჯული? ჯიჯი, მე დონატები ძალიან მიყვარს. აი, პიცა, მარწყვის ჯემით მინდა. კარგი, დონატები მალე იქნება. მეგობრებო, დონატებთან ფრთხილად იყავით, თორემ მშობლები ვეღარ გიცნობენ. გამარჯობათ ბავშვებო, დღეს ჩვენს ბანის უნდათ რომ გამოაცხადონ რაღაც. ხო, უნდათ რომ გააკეთონ შეჯიბრი. ყველას მოგესალმებით. აბა ვინ არის მზად დღევანდელი სილამაზის კონკურსისთვის? ზოგადად მარტო გოგოები მონაწილეობენ ხოლმე, მაგრამ დღეს ყველაზე სიმპათიურ ბიჭსაც ავირჩევთ. ძალიან საინტერესო იქნება. ვა, ეგეთი მე ვარ. ტომას, იქნებ ცადო, შენ ყველაზე სიმპათიური ბიჭი ხარ მთელ სახლში. აქ. მართლა? ხო, მიდი. ბრაუს, რას ვფიქრობ, შეიძლება ქრაშის ნომინაცია მოვიგო. გონი კარგი ქრაში ვარ. პატრიკ, მეც თუ მივიღე მონაწილეობა, მაშინ შანსი არ გექნება. მეგობრებო, მივიღოთ ჩვენს მონაწილეობა. მეგობრებო, რა თქმა უნდა მივიღოთ, ეს კონკურსი ჩირლიდერების მოწყობილია. კარგი მეგობრებო, მაშინ წინასწარ ბოდიში რომ მოვიგებ. მეც მივიღებ მონაწილეობას. აი, ეს მონაწილეობა უნდა მიიღო, ამ სახლის მაჩო იქნები. არა, მე ამ სახლის ბარისტა ვარ. და მასწავლებელი შეიძლება? რა თქმა უნდა, მასწავლებელმა იქ ყველა ბიჭი ამ სახლში. ყველა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. ჯილდო იქნება პაემანი ჩვენთან, ვირთხებთან. ხუმრობ, თქვენ არავის ჭირდებით. ყურადღება, გამარჯვებული კლუბში წავა სრულიად უფასოდ. ხო, ლედი ბანის კლუბში. მთელი ღამე დარჩებით, საჭმელები და სასმელები უფასოდ. მეგობრებო, ბოდიში, მაგრამ დღეს შანსი არავის არ გაქვთ. საერთოდ ყველა ნომინაცია უნდა მოვიგო. ახლა წავედი, გავემზადები. კარგი დიმა, დღეს გაიმარჯვებ. აბა ბიჭებო, დაიწყეთ მომზადება 2 საათშია შეჯიბრი. გვაჩვენეთ რა შეგიძლიათ. ამ სახლის ქრაშებო. კარგად მოემზადეთ.იანა, რამდენიმე სიტყვა. ხო, ლეილა, ვინმე სქრაშავ, გინდა ვინმე სხვა მისცე? არა, ლეილა, გლები და რუსლანი რომ ყოფილიყვნენ. რუსლანი და გლები არ არიან, ამიტომ შეგვიძლია მასწავლებელმა იქს მივცეთ ხმა. მართალია. გოგოებო, წავიდეთ ჩვენს ბიჭებს ვუთხრათ, რომ დღევანდელ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ხო, უნდა გაიმარჯვონ. მე ვიყვირებ, ზაკ, ჩემი ქრაში ხარ. ბანი, რა პრობლემა გაქვთ? ჩვენი თმის ფენი რატომ გამოიყენეთ? თან ჩვენ საპირფარეშოში. ბანი, რა ხდება? დიანა? მაპატიეთ ბაყაყებო, ჩემი გადაიწვა და იმედი მაქვს ზუნწები არ ხართ. არ დაგავიწყდეთ, რომ დიანამ მანქანა გაჩუქათ. არ აქვს მნიშვნელობა, რომ დიანამ მანქანა გაჩუქა, ეს ყოველდღე უნდა შეგვახსენოთ. და საერთოდ ეგ როდის იყო? რომ შევაჯამოთ, არასდროს აღარ შემოხვიდეთ ჩვენს აბაზანაში. თუ გინდათ, რომ თქვენს თმაში საღეჭი რეზინი არ აღმოჩნდეს. ბიჭებო, რატომ ცხეთხართ სულ? დაბრტყელდებით და ბრტყელი ადამიანი ვინც არის, ქრაში აღარ ჩვენგან რა გინდა? უბრალოდ წევართ, იმიტომ რომ დაღლილები ვართ. მთელი ღამე არ გვეძინავთ, თამაშობდით. თუ ახლავე არ ადგებით, დივანს ავიღებთ და ჩამოგფერთხავთ იცოდეთ. მართლა. ერთი სული მოკოგოები როდის მოვლენ? კარგი, მოდი გავაკეთოთ რაც ამას უნდა და დავისვენებთ. ხო, თორე მართლა არ შეგვეშვება. ბიჭებო, ადექით და გაწოლები უნდა დავიწყოთ. მალე, მოდით აქ, ფეხს დადებთ და შემდეგ დაიხრებით. სალინა, უკვე დავიღალე ყოველდღე ერთი და იგივე შეჭამთ. მე მაკარონიც მიყვარს ყველით. არ გვაქვს ახლა, ამიტომ შეჭამ ჩემს ბლინებს, იდეალურია. არა, საუკეთესო შენ ხარ. სალინა, ვიღაც მოვიდა. არ აქვს მნიშვნელობა. არა, კარები უნდა გავახოთ. ბაჭიები? კოსია, ვინ არის? ბაჭიები არიან, გავაღო თუ არა? გააღეთ, თორემ ხვალ დილამდე გაკუნს არ შეწყვეტენ. კარგი, ვაღებ. გამარჯობა კოსია. გამარჯობა ზალინა. გამარჯობა. ზალინა თავის ბროკოლის ბლინებს აცხობს. ბიჭებო, ფეხთან მიიტანეთ ხელი, კარგად გადაიხარეთ. ერთმანეთს ნუ ეყრდნობით იცოდეთ. გაჩერდით. გოგოებო, შეხედეთ მწვრთნელიები რას აკეთებს. ჩვენ ვერ გაგუწრთნა და ახლა ბიჭებზე გადავიდა. გამარჯობა ბიჭებო, გამარჯობა მწვრთნელოები. გოგოებო, ბიჭები არ შეაწუხოთ. სოუები საკმარისია. ხო, დღეს გვეყოფა თავი და გვანები. გოგოებო, ები გვაძლევს რომ გაწოლები გავაკეთოთ. მადლობა დიდი გოგოებო, ბიჭებთან მაშინ მოხვედით, როცა კარგ რაღაცას აკეთებდნენ. ბიჭებო, იმისთვის მოვედით, რომ გითხრათ, რომ კონკურსში იღებთ მონაწილეობას და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ხო, უკვე ყველაფერი დავგეგმეთ. რამე გააქვთ მაგალითად თმის სპრეი. რა კონკურსია? ძალისჩვენების? თუ სიჭკვიანის? თუ სილამაზის კონკურსია, მაშინ არ მინდა. რატომ? ბიჭებო, დღეს ავარჩევთ ყველაზე სიმპათიურ ბიჭს ამ სახლში.
და თქვენც თითქმის იქ ცხოვრობთ, ნუ გვერდზე მეზობლები ხართ. ბიჭებო, მართლა გოგოების გულების დაპყრობას აპირებთ? თქვენ ხმას არავინ მოგცემ, ზომბები ხართ. მწვრთნელოები თუ გონიათ, რომ ზომბი ბიჭები ქრაშები ვერ იქნებიან, ცდებით. ჩვენი ბიჭები საუკეთესოები არიან, განსაკუთრებით ზაკი. გოგოებო, რა შეჯიბრი, რა ხდება, ვინ იღებს მონაწილეობას? გოგოებმა ზომბები დაპატიჟეს, რომ მიიღონ მონაწილეობა, მგონი ხმას არავინ მისცემს. ები, არაფერი გესმის. კოსტია, მონაწილეობა უნდა მიიღო. სალინა მეხუმრები მე და სილამაზის კონკურსის სხვადასხვა რაღაც ვარ. მე მაჩო ვარ, მოდელი კი არა. აბა ბიჭებო, მიიღებთ მონაწილეობას, 1 საათში იწყება. დაგვიჯერეთ, მოიგებთ. არა, მე ნორმალურებთან შეჯიბრება არ მინდა. ხო, ჩვენაირი ბიჭები რო ყოფილიყვნენ, კიდე შეიძლება წავსულიყო. ბოდიში გოგოებო, მაგრამ არ მინდა. დამთავრდა გოგოებო, ბიჭები არ მოდიან. კარგი, მოშორდით. ახლა თქვენ ხელები ზევით უნდა გავიწელოთ. აი ასე. ახლა გადაიხარეთ, სწორად იცოდეთ. რა ცუდია ბიჭებო, არა და ეს კონკურსი თქვენთვის მოვაწყვეთ. როგორც ხედავ, ეს გაწელები უფრო მოსწონთ. გოგოებო, არ გინდათ ბროკოლის ბლინები? არ გვინდა ბროკოლის ბლინები. ჭანდაბო, ახლა მხოლოდ მე მაჭბევს. ქვევით ჩადით, ზურგი სწორად, იატაკს შეეხეთ. ფეხები მხრების სიგანეზე. გოგოებო, შოკში ვარ, ჩვენმა ბიჭებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს, იმიტომ რომ წაგების ეშინიათ. ხო, არა და ვუთხარით, რომ გაიმარჯვებდნენ. ხო, ზაკმა სრულიად უარი თქვა. ნამდვილი კაცები. გოგოებო, ისეთ ხმას დღეს ჩვენ მოგცემთ. ხო, წესით უნდა იცოდეთ, რომ სახში ყველაზე მაგარი ტიპები ჩვენ ვართ. ვაიმე, საყვარლები. კალათბურთელები როგორც ყოველთვის ყველაზე მაგრები. ბიჭებო, ჩვენ სხვისთვის ვაპირებდით ხმის მიცემას. გოგოებო, წავედით, გავემზადოთ, თორემ წარმომადგენლები ჩვენ ვართ. მოიცა, ესეთი ხმას არ გვაძლევენ? არა, მოგცემენ, უბრალოდ თავისუფასები. ხო, წავიდეთ, კონკურსი მაგა დაიწყება. მასწავლებელო მაიკ, ერთადერთი ქრაში თქვენ ხართ ამ სახლში. დარწმუნებული ვარ, თქვენ მოიგებთ. თან ეს ჩაიცვით, მოგიხდებათ. მასწავლებელო მაიკ, არა, ყვითელი უნდა ჩაიცვათ, ზაფხულია, ლიმონისფერი. ხომ იცით, მომისმინეთ. გოგოებო, მგონია რომ უცნაური იქნება. მასწავლებელ მაიკი კოსტუმში და ყველა დანარჩენი ბიჭი ზაფხულის დასაცმელებში. იმიტომ რომ სხვა ჩასაცმელი არ აქვთ მასწავლებელო მაიკ. ხო და ჩვენ ეს თქვენთვის მოვამზადეთ. აბა ეს? თუ ეს? კარგი, მოდი ლიმონისფერი უცადოთ. კარგი არჩევანია მასწავლებელო მაიკ, როგორც ყოველთვის. საუკეთესოს ირჩევთ. მასწავლებელო მაიკ, თქვენი შანსები მცირდება. იანა, უბრალოდ ჩემი საყვარელი ფერი არ არის. გოგოებო, ჩვენ ამ კონკურსის წარმომადგენლები ვართ, ამიტომ ვერ დავაგვიანებთ. აუ, ძალიან მეწყინა, რომ ჩვენმა ბიჭებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე. გოგოებო, ეს გრძელი კაბა რომ აცვია ნორმალურია? შენი თაარჩიე და ახლა რა პრობლემაა, წავედით. ჩქარა. მოგესალმებით ქალაქ გარეთ სახლში მცხოვრებნო. გამარჯობა. აბა გოგონებო, გატეხილი გულისთვის მზად ხართ? დღეს ძალიან ბევრ სიმპათიურ ბიჭს ვნახავთ. ის აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, გულწრფელად. გოგოებო, შოკში ვარ, ბლონდი სმაილს მისცემს ხმას და მე ვხედავ, რომ ჯენია რომეოს. ბაყაყებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენს ყოფილებთან იყვნენ. აბა გოგოებო, ჩვენ სიმპათიურ ბიჭებს შეხვდით, პირველი გუნდი ქრაშების. სმაილ, რომეო! ნახეთ გოგოების სიხარულისგან უკვე ყვირიან, რადგან მათი ქრაშები დაინახეს. ქრაშები, რომლებიც ჩვენი ყოფილი შეყვარებულები არიან. კნოპა, ჩვენ წარმომადგენლები ვართ. ბოდიში დამავიწყდა. გოგოებო, პირველი ქრაში რომეო, 18 წლის, ძალიან ძლიერი, ჭკვიანი და სამართლიანი. კარგით, მეორე ქრაში სმაილი, 18 წლის, კარგი ვიზუალის, ნარცისი და სასაცილო. ჩვენი მესამე ქრაში ტიმური, 18 წლის გახდება ძალიან მალე, ამ სიმპათიურ ბიჭს შეხედეთ. გოგოებო, სწორი არჩევანი გააკეთეთ. დიანა, ზედმეტად კარგად ხომ არ აღწერა ტიმური, არ იმსახურებს. კნოპა, გოგოებო, დაწყნარდით, აქ სცენაზე ხომ არ იჩხუბებთ. კარგი. შემდეგი მეორე გუნდი, ტკბილები. კარგი გოგოებო, ტკბილების პირველი მონაწილე არის მასწავლებელი მაიკი, მაღალი, ჭკვიანი, ქერა და ყველაზე კეთილი. მასწავლებელი მაიკი ყველაზე მაგარია. ვიცი რომ მაგარი მასწავლებელი ვარ. გოგოებო, მეორე მონაწილე ტკბილების რაიანი, ყველა ჯგუფის სული, ყოველთვის დასახმარებლად მზად არის. აბა გოგოებო, ჩვენს ტკბილებზე რას ფიქრობთ? არ მეგონა მასწავლებელი მაიკი ასეთი გამოწყობილი თუ იქნებოდა. ხო, მეც ბოლო ადამიანი მეგონა, ვინც ასე ჩაიცვამდა.
სხვებს მგონი შანსი არ აქვს, მასწავლებელი მაიკი გაიმარჯვებს. მერი მოიცადე ჯერ სხვებიც ვნახოთ. კარგი, შემდეგი გუნდი. მომხიბვლელები. პატრიკ, საუკეთესო ხარ. პროვასტი, შენ ხარ ყველაზე მომხიბვლელი. აის, უნდა გაიმარჯვო. მგონი ეს არ არის ყველაზე კარგი გუნდი. კნოპა, განსხვავებულები უნდა იყვნენ მონაწილეები. გოგოებო, მინდა წარმოგიდგინოთ პატრიკი. უბრალოდ ამ ტუჩებს შეხედეთ. პირველი საჰაერო კოცნის შემდეგ აუცილებლად მოგხიბლოთ. შემდეგი გვყავს აისი, ბარმენი. უბრალოდ მის ფორმას შეხედეთ, როგორი ზოლიანია. დარწმუნებული ვარ, ბევრი გოგო მისცემს აის ხმას. ხმას არავინ არ მოგცემს, ყველაზე მიმზიდველი მე ვარ. კარგი, ვნახოთ. გოგოებო, ეს არის ჩვენი მესამე მომხიბვლელი. მომხიბვლელი კი არა, დიდი წარბების მქონე მომხიბვლელი. პროვასტი, შენი წარბები გვაჩვენე. გოგოებო, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტთ. არ ვიცი, მგონი ამათ შანსი არ აქვთ. მერი დაწყნარდი, ყველა ბიჭს ყავს თავისი ფანი. დიანა, მეოთხე გუნდს დაუძახე. კარგი, მინდა რომ მეოთხე და ბოლო გუნდს დავუძახოთ. თაფლი. მიშეგებეთ. მეგობრებო, ჩვენ თავს უყურებ და ხვდები რომ არაფერში შანსი არ გვაქვს. რომეო, კარგი, ჯერ გოგოები ხმას მიცემენ, არავინ არ იცის წინასწარ ვინ გაიმარჯვებს. არა, მე წყნარად ვარ, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრის ქრაში ვარ, ამიტომ ხმას ბევრი მომცემს. მასწავლებელო მაიკ, ხო, პროვასტი. ეს ლიმონისფერი კოსტუმი საიდან? ბრაუ, ზედმეტ შეკითხვებს ნუ დასვო. მასწავლებელი მაიკი ამ შეჯიბრისთვის კარგად მოიმსადა, კოსტუმი ამიტომ აცვია, მაგრამ ისე მეც ძალიან მოდური ვარ. მეც მოდური ვარ, ვერ ხედავთ ხაზებიანი მაცვია. მეგობრებო, რა ვჭირთ დაწმარდით, უკვე ვნანობ რომ კონკურსში მონაწილეობას ვიღებ. გოგოებო, შეეგებეთ ჩვენს საყვარელ მასკოტს. გულწრფელია, ერთგული და უბრალოდ უფუმფულესი. არ მაინტერესებს ეს თაფლის გუნდის გამოცხადება. არ მადარდებს ვინ მოიგებს, მასკოტი ტომასი თუ დიმა ფეხბურთელი. მე მინდა რომ დიმა ფეხბურთელმა მოიგოს. ძალიან საყვარელი და ტკბილია. სოფი, ტიმური მოიგებს. ტომას, იპოზიორე, თორემ ხმას არავინ მოგცემს. კარინა, ისედაც არავინ არ მისცემს ხმას. კარგით, მეორე მონაწილე, ტომასი. ბევრი არ ვიცი მასზე, რადგან ახალია, მაგრამ მასთან არანაირი პრობლემა არ გქონია, ძალიან საყვარელია. ნახეთ, როგორი მორიდებულია ტომასი. ნასტია მგონი პირველად იღებს მონაწილეობას შეჯიბრში და ამიტომ. კარგი, ჩვენი მესამე და ბოლო თაფლი, დიმა ფეხბურთელი. მარტო ხელა. მე მარტო სული ფეხბურთელი ვარ და მინდა რომ ეს კონკურსი მოვიგო და ბევრი მეგობარი ვიპოვო. ამიტომ ხმა მომეცით. დიმა, მე შენ გაძლევ ხმას. მოიცადე, არა, თქვენ არა. დიმა, შენკენ ვარ. არა, ასეთ მეგობრებს არ ვეძებ. აბა გითხარით, ვინ არის გამარჯვებული? გოგოებო, იჩქარით, ხმა ყველას მიეცემინებთ, თორე ამ კოსტუმში ძალიან ცხელა. თაფლის გუნდო, აბა სცენიდან გადავინაცვლოთ, იქით მხარეს. გოგოებო, იმას მიეცით ხმა, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ. ძალიან ფრთხილად. სწორი არჩევანი გააკეთეთ. კარგი, ახლა ხმის მიცემა იწყება. ნეტა ქრაში ვინ იქნება? ბავშვო, დაწნარდი, ჩვენ ერთ ჯგუფში ვარ, ყველა გავიმარჯვებთ. ხო, ჩვენ ჯგუფი ვართ, მაგრამ გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. ამ კონკურსის წესები არ იცით? გვიზნო უფრო ბევრი ხმა მიქნება. არ ვიცი, არ მგონია, დიდი კონკურსია. ძალიან ნერვიულობ. მასწავლებელმა, თქვენ ძალიან კარგად გამოიყურებით. არ მგონია კიდე სხვა შანსი გქონდეს. კარგით, გოგოებო, თქვენს ხმებს ველოდებით და დაიმახსოვრეთ, მხოლოდ ერთი ქრაში უნდა იყოს ამ სახლიდან. შემდეგ თქვენს ხმებს გამოვიცვლით და ავირჩევთ გამარჯვებულს. სწორი არჩევანი გააკეთეთ. მასწავლებელი მაიკი. პირველი ხმა არის მასწავლებელი მაიკის. მოულოდნელია, მე ტომას ვაძლევ ხმას. მეორე ხმა არის ტომასის. ჩვენ მასწავლებელ მაიკს. და რა თქმა უნდა, ვირთხებმა მასწავლებელ მაიკს მისცეს ხმა. ჩემი ხმა ბროვასტის. ჯულიმ თავისი ხმა ბროვასტის გადასცა. მე აის. იცამ აის. მე ხმას ვაძლევ სმაილს. ბაყაყებმა გადაწყვიტეს, რომ კალათბურთელებს მისცენ ხმა. არა უშოს გოგოებო, ვიცით ვინც გაიმარჯვებს. ჩემი ხმა რომეოს. ჟენია რომეოს აძლევს ხმას და მე ტიმურს. სტელა ტიმურს. მე დიმას ვაძლევ ხმას. სოფი დიმას აძლევს ხმას. გოგოებო, ჩუმად. კიდევ 4 ხმა არის. ჩვენ ხმას ვაძლევთ მასკოტ ბოდიში. მასწავლებელ მაიკს. მასწავლებელ მაიკი ოცოლ.
მეგობრებო, ხედავთ რა მაგარი მასწავლებელი ყავს. ხო, მიხარია მასწავლებელი მაიკის გამო იმსახურებს. არა და გამარჯვებული მე უნდა ყოფილიყო. დამშვიდი, მასწავლებელი მაიკის გამო უნდა გიხაროდეს. გოგოებო, თქვენ სახეზე ბედნიერებას ვერ ვხედავთ. აში სად არის მასწავლებელმა მაიკმა მოიგო? მასწავლებელ მაიკს აპლოდისმენტები. გილოცავთ მასწავლებელ მაიკ. ეს ყველაფერი ჩემი კოსტუმის დამსახურებაა, გაიგე იანა? ლეილა ნუნერბიულობს. შემდეგ ჯერზე მასწავლებელი მაიკი ჩემს არჩეულს ჩაიცვამს და მაინც მოიგებს. გილოცავთ მასწავლებელ მაიკ. გილოცავთ. უსამართლობა, მასწავლებელი მაიკის მონაწილეობა არც უნდა მიიღო. კარგი მეგობრებო, წავიდეთ. არაფერია, შემდეგში მეც უბრალოდ ეგეთ კოსტუმს ჩავიცვო და გავიმარჯვებ. მასწავლებელი მაიკი, მასწავლებელი მაიკი. მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ცოტა გაფურებული ვარ, რომ გავიმარჯვე, მაგრამ ყველაფერი ალბათ ამ კოსტუმის დამსახურებაა. არასწორად აირჩიეს გამარჯვებული. აის, რამე ხომ არ აგერიათ? დიმა. მეგობრებო, მადლობა კიდევ ერთხელ ხმებისთვის და ამ კონკურსის მოწყობისთვის. ბავშვებო, მასწავლებელ მაიკს კიდევ ერთხელ მივულოცოთ. ის ამ სახლის ქრაშია. გაწელვები ბიჭებო, გაწელვები და შპაგატში ჩაჯდომა. რა არის ვერ გავიგე, დაახლოებით 2 საათია ვარჯიშობ და ვიწელებით და კიდევ არ გაგიკეთებიათ. მიდი ჩქარა. ამას ისევ სილამაზის კონკურსზე წასვლა ჯობდა. ხო, აღარ შემიძლია, როდის მორჩება ეს ვარჯიშები? მე არ ვარ წელვადი, გნებდები. კოსტია, შეგიძლია, ნახე მე როგორ ვაკეთებ. და შენც ასე უნდა გააკეთო, მიდი შპაგატში ჩაჯექი. ვა, ზალინა. აი ზალინა რა კარგად აკეთებს, ყოჩახ, ბიჭებო, იქამდე ვარჯიშებთ, სანამ ასე არ გააკეთებთ. ჩვენ დავბრუნდით. ვაუ, კიდევ ვიწელებით? ზაკ, თითქმის შპაგატში ზიხარ. ზაკ, არ მესმის ხის ხარ, რატომ არ იწელები კარგად? გოგოებო, გადაგვარჩინეთ. აბა როგორ ჩაიარა? მიეცით ხო ხმა კალათბურთელებს თქვენი სილამაზის კონკურსში. აბა ვინ გახდა თქვენი სახლის მთავარი ქრაში? გოგოებო, ნამდვილად არ მოხვედით კარგ დროს, მაგრამ აბა მეც მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვა, ვინ გახდა ქრაში? მასწავლებელი მაიკი. ვინ? მაიკი? სახლის ქრაში? მოიცადე, სწორად გავიგე. მასწავლებელი მაიკის მონაწილეობა კონკურსში არც უნდა მიიღო. კარგი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიმარჯვა? გოგოებო, არ გინდათ გავისეირნოთ. ხო, გვინდა რომ ვარჯიშს თავი დავახციოთ. სეირნობა გინდათ, არა, პრობლემა არ არის. ხო, მაგრამ არ გამოგვიცვლია. შეგვიძლია კაფეში წავიდეთ. გოგოებო, თქვენ შეყვარებულები გყავთ და წახვალთ, მაგრამ მე ვისთან ერთად წავიდე? ჩვენთან ერთად მერი, ჩვენთან ერთად. კოსტია, ჩვენც გავიდეთ რა? მორჩაები, ვარჯიში დასრულებულია, სასეირნოდ მივდივართ. კარგად, ები, ჩვენ უნდა წავიდეთ. კარგად. შეხვედრამდე, ები. სერიოზულად, მე მარტო ვრჩები? შეგიძლია შენს დიმას დაურეკო? შეგიძლიათ რომანტიკული ვახშამი გქონდეთ. ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა ჩვენმა ყოფილმა შეყვარებულებმა თავიანთ გუნდს ქრაშები დაარქვეს. მართლა? ხო, მასწავლებელი მაიკი და რაიანი საყვარლები იყვნენ. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ძარს. ახლა უნდა გავიდეთ ვისეირნოთ. კარგად. ნეტა დღეს გოგოები უფრო მალე მოვიდნენ. მოდი უბრალოდ გავაკეთოთ რისი გაკეთებაც უნდა და შეგვეშვება. ახლა სასაცილოა. ესენიც კი იცინიან. კარგი, დამავიწყდა რა უნდა მეთქვა. რა ცუდია. რა ცუდია ბიჭებო თქვენთვის. რა ცუდია ბიჭებო, ეს კონკურსი თქვენთვის მოვაწყეთ. ხო და მოიცადე, რატომ იცინიან? შეგიძლია დაწყნარდე? დაწყნარდი, ხმას არავინ არ მოგცემს, იმიტომ რომ მე ვარ. ხმას არავინ არ მოგცემს, იმიტომ რომ და ეს არის დიმა, ჩვენი მესამე თაფლი. მარტო ხელა ხო, მე მარტო სული ფეხბურთელი ვარ და მინდა რომ და ეს არის დიმა, ჩვენი მესამე თაფლი. მარტო ხელა ფეხბურთელი. ხო, მე მარტო სული ფეხბურთელი ვარ და მინდა რომ გავიმარჯვო. ხმა ყველა მომეცით. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. მე თვითონაც გაგურებული ვარ რომ გავიმარჯვო.